ეგრეთ წოდებული ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და ეგრეთ წოდებული მწვანე პასპორტები აფხაზეთში. ქართველების უმრავლესობას ქართული პასპორტებით ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვა. დე-ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატების მთავარი წინასაარჩევნო დაპირება რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებაა. საარჩევნო სამზადისის შესახებ სოფო ფუტკარაძის რეპორტაჟი. აფხაზეთი რუსეთთან ახალი ურთიერთობისთვის ემზადება. არაღიარებულ რესპუბლიკაში კვირას ეგრეთ წოდებული ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. კანდიდატები მოსკოვთან მოლაპარაკების დასაწყებად ემზადებიან. პოლიტიკური ვითარების ცვლილების ფონზე საქართველოს 4 სასაზღვრო პუნქტზე გამოსვლისას მოქალაქეებს პრობლემები არ შექმნიათ. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც აფხაზეთში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს აწუხებთ, ეგრეთ წოდებული მწვანე პასპორტებია. აფხაზურ პასპორტებთან დაკავშირებით პრობლემა ჯერჯერობით დავის საგანია. არჩევნებში მონაწილეობას რაც შეეხება, ქართველები აცხადებენ, რომ კანდიდატების შესახებ არაფერი სმენიათ და არც საარჩევნო კამპანიის თაობაზე ფლობენ ინფორმაციას. დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში ქართული მოსახლეობის უმრავლესობა არ მონაწილეობს. ჩვენ საერთოდ არაფერს არ გვიყურებიან არც იქით და არც აქეთ. პასპორტებით არის 100 კაციდან ერთი კაცია, ორი კაცია თორემ. რატო ესეთი? რა ვიცი, ასაწოდ ალბათ. აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით ამომრჩეველთა სიაში თვითაღიარებული რესპუბლიკის 122,861 მოქალაქე დარეგისტრირდა. ბიუჯეტიდან არჩევნების ჩასატარებლად 8 მილიონი რუბლი გამოიყო. პრეზიდენტის პოსტისთვის 4 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, პრემიერი და თავდაცვის მინისტრი რაულ ხაჯიმბა. წინასწარი კვლევების თანახმად გამოკითხულთა 51% ფავორიტად სწორედ მას ასახელებს. ყველა კანდიდატი ღირსეულია, ისინი ბიუჯეტისა და შესაბამისად ხელფასების გაზრდას გვპირდებიან, ყველაფერი კარგად იქნება. არჩევნების შემდეგ პერიოდში აუცილებელია პრეზიდენტის უფლებამოსილებები პარლამენტსა და ხელისუფლებაზე გადანაწილდეს. საკანონმდებლო ორგანოს არჩევა კი პროპორციული ან შერეული სისტემით უნდა მოხდეს. ექსპერტები ეგრეთ წოდებული არჩევნების მეორე ტურზეც საუბრობენ. სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად მოსახლეობა ნდობას უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ასლან ბჟანიასაც უცხადებს. მასთან ერთად ხაჯიმბას კონკურენციას დე-ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქიშმარია და ექს-შინაგან საქმეთა მინისტრი ლეონიდ ძაიფშპაც გაუწევენ. ისინი ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო მმართველობის გაძლიერებას უჭერენ მხარს. კანდიდატებმა ამომრჩევლებთან შეხვედრები დაასრულეს. ისინი წინასაარჩევნო პერიოდში აქცენტებს კორუფციასთან ბრძოლაზე, რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებასა და ეთნიკური ქართველების პასპორტიზაციის აუცილებლობაზე აკეთებდნენ. აფხაზეთს აქვს შანსი გახდეს საბაჟო კავშირის წევრი. ამისათვის აუცილებელი პირობების შექმნა საჭირო იყო დრო, როდესაც აფხაზეთს არ აღიარებდნენ, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. აფხაზეთის დამოუკიდებლობა დიდმა რუსეთმაც კი აღიარა. დარწმუნებული ვარ, რეგიონს განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს. რუსეთი ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს და ეს არ ხდება თავისუფლების დაკარგვის ხარჯზე. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მხარებს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდება, თუ კი ფედერაცია და აფხაზეთის საზღვრებს, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებს, ასევე ორგანიზებული დანაშაულებების წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებენ. აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მაისში ოპოზიციურმა კოალიციამ პარტია სახალხო ერთობის ფორუმის ლიდერის ხელმძღვანელობით ანტისამთავრობო გამოსვლები დაიწყო. აქციები ანქვაბის გადადგომით დასრულდა.